ჩვენ განვაგრძოთ ბატონი მიშაზე საუბარს, ეხლაც კაც ვიღომაზე საუბრობდით, გამორჩეულ ქართულ ხელოვანს, პედაგოგს, რეჟისორს, რეფორმატორს, როგორც მოსწოდებენ, დღეს 105 წელი შეუსრულდებოდა და თეატრონდი ლაშა ჩხარტიშვილის შემოგვიერთა, ლაშა დილამშვიდობისა, მადლობა. დილამშვიდობის. სირე ვიდეო რგოლით ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ბატონი მიხეილ თუმანიშვილი, თუმცა მეჭვება რომ ვინმე არ იცოდეს ბატონი მიშას საქმიანობა და ის დიდი საქმე, რაც მან დაუტოვა ქართულ თეატრთან, რომელიც ნაყოფით გრძელდება და ვითარდება, მათ შორის იმ თეატრის სახით, რომელიც მანვე დააარსა. რა მოვლენა, რა სახელია, რა როლი აქვს ქართულ თეატრში და ქართულ ხელოვნებაში მიხეილ თუმანიშვილს? მიხეილ თუმანიშვილი ეს არის მართლაც განსაკუთრებული მოვლენა ქართული თეატრის ისტორიაში. ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ მხოლოდ 4 რეჟისორი და ამ 4-ში შედის მიხეილ თუმანიშვილი, მაგრამ ის განსხვავდება დანარჩენი სამისგან. ამითაც არის საინტერესო. კი, იმით რომ მარტო ამ ერთ რეჟისორში მოხდა განსხეულება 3 დიდი მოღვაწის. ეს არის თეატრის რეფორმატორი როგორც პრაქტიკოსი, ეს არის როგორც საუკეთესო პედაგოგი, ასეთი ჩვენ არ გვყოლია ჯერ და ამავდროულად თეორეტიკოსი თეატრის, რომელიც წერდა სახელმძღვანელოებს და წიგნებს თეატრის შესახებ, ამ პროფესიის შესახებ, მსახიობის და რეჟისორის პროფესიის შესახებ და აი ერთ ადამიანში ესეთი განსხეულებული 3 წარმატებული მიმართულება სხვა არც ერთ ქართველ რეჟისორს არ ქონია. ამიტომაც არის თუმანიშვილი ესეთი გამორჩეული და განსაკუთრებული ქართული თეატრის ისტორიაში და რაც მთავარია ცოცხალი დღემდე. გულისხმობ იმას, რომ არ ივიწყებს არავინ, ვერ დაივიწყებს, იმიტომ რომ ის არსებობს მისი მოწაფეების სახით და მისი წიგნების სახით, იმიტომ რომ დღეს ვინმე თუ რამეს წარმოადგენს ქართულ თეატრში, ყველა მისი აღზრდილია მსახიობიც და რეჟისორიც. ანუ მისი შთამომავალი. კი, მისი შთამომავალი და ის ხალხი კიდევ ვისაც თვითონ არ მოსწრებია, ანუ მიშა თუმანიშვილს და მუშაობს თუმანიშვილის თეატრში. გეგონება რომ თუმანიშვილის მოწაფე იყო. ლაშა, რა განაპირობებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რაც შენ ახლა აღნიშნე, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის ცოცხალი აღარ არის ფიზიკურად, ის ცოცხალია მის საქმით. რატოს ამკითხავს? ბევრი დიდი ხელოვანი იყო თეატრში, თეატრში ვსაუბრობ ჩვენ ახლა. მაგრამ დღეს ახალგაზრდებს რო კითხო, შეიძლება არ თიცოდნენ ან სახელი და გვარი გაიგოთ, მაგრამ მათი საქმე არ იყოს ცოცხალი. ბატონი მიშა შემთხვევაში ესე არ არის. მარტო თეატრიც არ არის ალბათ ის მიზეზი, რომ ვიცით რომ მის სახელობის თეატრია, ბევრი სახელობის თეატრია, ან აუდიტორია მათ შორის თეატრალურში, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოხერხდა იმ დიდი ხელოვანების დღესაც ცოცხალი პროცესი. რა განაპირობა მიხეილ თუმანიშვილის შემთხვევაში, რომ ეს არადოს არ განელებულა? ორი ფაქტორი, რის გამოც თუმანიშვილი დღემდე არის ცოცხალი, ეს არის მის მოწაფეები, რომლებიც აცოცხლებენ მას. დღეს არიან ერთ-ერთი წარმატებული. მოიხსენიებენ მისი სკოლა, არ ივიწყებენ და არც ავიწყებენ ხალხს. კი, არ ავიწყებენ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოკლედ პატრონი ყავს თავის მოწაფეების სახით. ქეთითოლიძე, რა თქმა უნდა და მეორე ეს გახლავთ ასევე ის ფაქტორი, რომ მას აქვს სახელმძღვანელოები დატოვებული და სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია. მე ზუსტად ვიცი, რომ დრამის ფაკულტეტზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ყველა სილაბუსში, სადაც მსახიობის ოსტატობას ან რეჟისორის ხელოვნებას ეუფლებიან, თუმანიშვილის წიგნები არის შეტანილი როგორც სახელმძღვანელო. გარდა ამისა, მე ქართული თეატრის ისტორიას ვასწავლი იგივე უნივერსიტეტში და მეც კი ეს წიგნები, რა თქმა უნდა, თეორეტიკოსებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი 4-ვე წიგნი, რომელიც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ კენტავრმა გამოსცა, არის ჩვეულებრივად სახელმძღვანელო და აი ვერ გავიხსენებ მე რამდენი ტირაჟით იბეჭდება ეს წიგნები, იმიტომ რომ ახალი თაობები მოდის და არის მოთხოვნა. კი, ერთი მანანა ბერიკაშვილის მეტყველების კულტურაზეა, რომელიც ერთი მე-10-ად დაიბეჭდა და მეორე არის ეს. თუმანიშვილის წიგნი. მანანა ბერიკაშვილიც მე სტუდენტია ეს. კი ბატონო. პერიოდი და ეპოქაც ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო, რა პერიოდში უწევს რეჟისორს მოღვაწეობა, რამდენად შეზღუდულია, ვთქვათ, თავისუფლებაში და ასე შემდეგ. ეს არის საბჭოთა პერიოდი, ცენზურის პერიოდი და ასე შემდეგ. რა არის ის განსხვავებულობა, ის მისი ეს რეჟისორული ენა, რითიც ის გამორჩეული არის და მაინც ახერხებდა ყველაფრის თქმას და სცენაზე გადმოტანას, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო ადამიანის ფორმირებისთვის. ძალიან რთულ პერიოდში მოუხდა თუმანიშვილს თავის კარიერის დაწყება
და არ იყო მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ზუსტად ცენზურის პირობებში მან მოახერხა ეთქვა სიმართლე სცენიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თეატრის არსი და ბუნება არის ის, რომ ილაპარაკოს სიმართლე და ილაპარაკოს იმაზე, რაც აღელვებს ადამიანს და ადამიანი გახადოს უკეთესი ვიდრე ის არის და თუმაშვილი არის პირველი ქართველი საბჭოთა ავანგარდისტი. საბჭოთა და ავანგარდი ეს ორი სიტყვა ერთმანეთს გამორიცხავს და ეწინააღმდეგება. მაგრამ თუმაშვილი ზუსტად ესეთი იყო, ის საბჭოთა ეპოქის რეჟისორი იყო, მაგრამ იყო იმ საბჭოეთში ავანგარდისტი და ანდერგრაუნდს ქმნიდა ფაქტობრივად. რა იყო პირველი, რამაც გამოარჩია თუმაშვილი? ანუ მისი სპექტაკლების შინაარსი, რაზეც იყო ის დადგმული და ფორმა იყო სრულ ჰარმონიაში და თანხვედრაში ერთმანეთთან, მაგრამ წინააღმდეგობაში საბჭოთა პერიოდთან. იმიტომ რომ თუ კი საბჭოთა პერიოდში იყო გმირი, მაგალითად მეჩაიე, ტრაქტორისტი და ასე შემდეგ და აი ვინც ბევრი ჩაიმოკრიფა, ის არის გმირი. ხო და ვინც კარგად ემსახურება სამშობლოს. თუმანიშვილმა გმირი გახადა ანტიგონე. ახალგაზრდა გოგო, რომელიც იბრძვის თავის სიმართლის დასამტკიცებლად და რაღაცის გასასწორებლად, უსწორო-მასწორო ცხოვრების ჩიხების გამოსასწორებლად. აი ეს იყო, ებრძოდა რა თქმა უნდა დამყაყებულს ყველაფერს ძველს, მან შექმნა ფსიქოლოგიური თეატრი, როცა იყო უკვე მოძველებული გმირულ რომანტიკულ სტილს რო ეძახიან და ეგეთი სტილიც არ არსებობს ჩემი აზრით და გამოგონილი ტერმინია, ეს იყო სიყალბე და პათეტიკა იმ პერიოდის სცენაზე და ამას ებრძოდა თუმაიშვილი. ის იყო პირველი რეჟისორი, რომელმაც ფარდა მოშალა რუსთაველის თეატრში პირველი სპექტაკლი დადგა ფარდის გარეშე საერთოდ. ის უფრო ახლოს მიდიოდა მაყურებელთან, ელაპარაკებოდა ჩვეულებრივი სასაუბრო ენით თავის სპექტაკლებით და ელაპარაკებოდა ძალიან მწვავე პრობლემებზე და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ის იყო პირველი შექსპირის ინტერპრეტატორი, აი შექსპირის გათანამედროვება დაიწყო სწორედ მიშა თუმანიშვილმა და ცუდი ის არის, რომ შეეწირა ამ გათანამედროვებას ფაქტობრივად. იმდენად არ იყო მაშინდელი საზოგადოება და ფართო საზოგადოება და მაყურებელი მზად, რომ განახლებული შექსპირი მიეღოთ, რომ ფაქტობრივად მას მოუწყვეს ყრილობა თეატრალურ საზოგადოებაში და ამ ყრილობის შემდეგ იძულებული გახადეს, რომ ის წასულიყო თეატრიდან და დაეტოვებია რუსთაველის თეატრი, სადაც გახსნა და შექმნა და ჩამოაყალიბა მცირე სცენა. ლაშა, დღეს როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე დიდ ქართულ სპექტაკლებზე, ცხადია დიდ წილოს ბატონი მიშა სპექტაკლებზე, ჩვენ უკვე ლაპარაკობთ როგორც შედევრებზე. თუმცა სულაც არ იყო ხშირ შემთხვევაში ეს მაშინ როცა იდგმებოდა. მაგალითად ჭინჭრაკა, რომელიც არის დღეს ოქროს ფონდი და ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლი ყველაფრით. მაშინ დილ კრიტიკას თუ მოусმენ დაწყებული რეჟისორი დამთავრებული მსახიობებით, ანადგურებენ და დღეს რო უსმენ თუ არის რა სპექტაკლია საუბარი, გეგონება რომ ამაზე უნიჭობა არაფერი დადგმულა. რა ხდება აი მის სპექტაკლებზე რო ვილაპარაკოთ, რაც ასევე შენ ჩამოთვალე რომ ბატონი მიშას მიმართულება ყველა კუთხით რეჟისორი, მსახიობი, თეორეტიკოსი და აი როგორც რეჟისორიც, იმიტომ რომ გამორჩეულია მის სპექტაკლი ქართული თეატრისთვის, რა ესთეტიკა იყო და როგორი ტიპის სპექტაკლებს გამდა ბატონი მიშა? პირველ პერიოდში თუმანიშვილი არ იყო არავისთვის საინტერესო რეჟისორი. პირველი 4 სპექტაკლი აქვს დადგმული, რომელშიც ვერავინ ვერ ხედავდა რომ რამე არის საინტერესო. ერთადერთი იყო ხორავა, რომელიც თვლიდა რომ ამ კაცისგან გამოვიდოდა რეჟისორი. თეატრალურში ხშირად გვაქვს ეგეთი განცდა, რომ აი ვუყურებთ სტუდენტის სპექტაკლს და აი ძალიან სუსტია. ვიღაცა და გრძნობთ რომ ის ვერ დარჩება თეატრში. ვიღაცა დარჩება გასაგები, იმიტომ რომ რაღაცა ნიშანწყალი არის მასში საინტერესო. აი თუმაშვილის შემთხვევაც ეგეთი იყო უცნაური შემთხვევა. და როცა მან რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა, მეხანძრის შტატზე იყო პირველად გაფორმებული. ის არ იყო რეჟისორის შტატზე, იმიტომ რომ ადგილი არ იყო და რაღაცა კომკავშირული სპექტაკლები დადგა. იქაც 2 სპექტაკლი ჩაუვარდა და მერე დაიწყო მისი აღმასვლა. რამ განაპირობა ხა ეს? ეს ხშირად ავიწყდებათ და მარტო ვასო კიკნაძეს აქვს ამის შესახებ დაწერილი, რომ თავის ჯგუფელ აკაკი დვალიშვილთან ერთად მივიდა რუსთაველის თეატრში. აკაკი დვალიშვილი იყო პირველი რეჟისორი, რომელმაც გადაუხვია იმ გზას, რაზეც მერე ააგო მთელი რეჟისორად თუმანიშვილმა. ფსიქოლოგიური თეატრის შტრიხები
ქართულ თეატრში შემოიტანა სწორედ აკაკი დვალიშვილმა. მან სულ 6 სპექტაკლის დადგმა მოასწრო და დატოვა რუსთაველის თეატრი, იმიტომ რომ გადაიყვანეს კინოს მინისტრად. და აღარ ეცალა თეატრისთვის. აქ ჩაავლო თუმანიშვილმა ამას და ქონდა ეს უნარი თუმანიშვილს, რომ ფაქტობრივად წაიღო ის ყველაფერი აკაკი დვალიშვილისგან, ან გააგრძელა, რა ვიცი როგორც გინდათ ისე ვთქვათ და მიხვდა რომ ეს იქნებოდა ძალიან სწორი გზა. უცნაური ის არის, რომ ევროპული თეატრი ზუსტად იმ პერიოდში ადგებოდა ასეთ გზას. და ამ დროს იყო რკინის პარდა ჩამოშვებული და არავინ არ იცოდა რა ხდებოდა ევროპაში. ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია რაც შემოდიოდა არ იყოს წარი. აი ინტუიტურად თუმანიშვილმა იგრძნო ეპოქა, რა გამოწვევების წინაშე იდგა იმ პერიოდის თეატრი და აი ამას აუღოს ძალიან ზუსტი ალღო. მისი ესთეტიკა პირველ რიგში არის იმაში, რომ კამერული უნდა ყოფილიყო თეატრი და უნდა ყოფილიყო ნამდვილი და არა პათეტიური ყალბი, სადაც იქნებოდა მხოლოდ თამაში. რა თქმა უნდა, მან ეს გზა გაიარა, არაერთი საინტერესო სპექტაკლი დადგა ამ თვალსაზრისით, მაგრამ მე უკვე მოიყერჭა ეს ფორმა და სცადა პირობით გროტესკული თეატრის გაკეთება. და აი ჭინჭრაკა რომელიც თქვენ ახსენეთ, სწორედ ესეთი თეატრი იყო, უცნაური ნიღბების თეატრი, რომელიც ახლოს იყო ბერიკაობა ყეენობის ტრადიციებთან, ანუ ეს ხალხური თეატრი და ძალიან ისეთი ზღაპრული სიუჟეტი, მაგრამ ძალიან პოლიტიკური ქვეტექსტებით და ჭინჭრაკა იყო პოლიტიკური ქვეტექსტით, სავსე სპექტაკლი და უცნაური კიდე ის იყო და მიუღებელიც კი საზოგადოებისთვის იმ პერიოდში, რომ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები თამაშობდნენ ცხოველების როლებს. ხო, და როგორ მოაცდინა ამ რეჟისორმა ეს დიდი არტისტები ესეთი სათამაშო სპექტაკლისთვის. მაშინ საბავშვო სპექტაკლები არ იდგმებოდა რუსთაველის თეატრში იმ პერიოდში, იმიტომ რომ რუსთაველის თეატრს ჰქონდა სხვა ნიშა, სხვა ფუნქცია, სხვა როლი. ისე აღნიშნოთ, რომ დიდი მსახიობი რამაზ ჩიკვაძე ჭინჭრაკაში იბადება. კი ბატონო და აი სტურუამ სწორედ ამ სპექტაკლში აღმოაჩინა რამაზ ჩიკვაძე და გახდა მისთვის დიდი არტისტი და მე უკვე მთელი სამყაროსთვის, თეატრალური სამყაროსთვის, იმიტომ რომ მანამდე რამაზი თამაშობდა ეგრეთ წოდებულ ცისფერ და ვარდისფერ როლებს, შეყვარებულ ბიჭებს, არაფერი განსაკუთრებული. სიმპათიური ბიჭი, ხო, არაფერი განსაკუთრებული და აი აქ დაიჭირა მისი უნარი და რაც ეცააგო აი აკაკი დვალიშვილის ესთეტიკაზე რო ააგო მიშა თუმანიშვილმა მთელი თავის შემოქმედების გარკვეული პერიოდი პირობით გროტესკულ თეატრს რომ მიაგნო ამ ჭინჭრაკაში ამაზე ააგო მე სტურუამ მთელი მის ცხოვრება, იმიტომ რომ სტურუას პირველი სპექტაკლები რო ნახოთ ძალიან გავს თუმანიშვილის და ყოველ შემთხვევაში მის სპექტაკლებს არ გავს. კაცო ვერაფერ ვერ ვიჯერებდი მე ვახშმობის წინ რომ ვნახე ჩანაწერი, როგორ შეიძლება ეს იყოს სტურუა, ანუ სრულიად დაცლილი სტურუას სტილისტიკისგან. და აი ჩვეულებრივი სპექტაკლი და სტურუას სპექტაკლები არა ჩვეულებრივია. იქ ჩვეულებრივად არ დადის არც ერთი პერსონაჟი, ხო და არც ერთი პერსონაჟი არ ლაპარაკობს ჩვეულებრივად. ხო და აი ეს ამოიღო ყველაფერი ჭინჭრაკადან. სახეობების ნიჭის აღმოჩენაზე არის საუბარი და იმ რაღაც გარკვეული შტრიხების და ნიშნების, ხომ? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თუმანიშვილის დახასიათებაში, ასე ვთქვათ, რომ მისი ეს თვისება, რომ გამოვკვეთოთ მეტად სახეობის აღმოჩენა და შემდგომ უკვე ჩამოყალიბება მისი როგორ ხდებოდა თუმანიშვილის. ის პირველ რიგში მან შემოიკრიბა თანამოაზრეების გუნდი რომ მივიდა რუსთაველის თეატრში და 7 კაცად ჩამოყალიბდა ეგეთი გაერთიანება ახალგაზრდები მე კი უღალატა ამ 7 კაცის წევრებმა რომლებიც მის მეგობრები იყვნენ ერთი თაობის ხალხი იყო და ამიტომ მათ შორის საერთო ენის გამონახვა იმიტომ მოხდა ერთადერთი უფროსი თაობიდან ვიც დამეგობრდა თუმანიშვილთან და შემოქმედებით კავშირში იყო სერგო ზაქარიაძე და ბოლომდე სხვათა შორის სერგო ზაქარიაძე იდგა თუმანიშვილის გვერდით და არ უღალატია მისთვის ამ ღალატსა ძალიან პირობითად ვამბობ იმიტომ რომ თეატრში ჩვეულებრივი ამბავია ეს და სხვადასხვა ფაქტორებით არის განპირობებული მე კი შევიგდნენ და ბოდიშიც მოუხადეს და არაერთი ინტერვიუ გვინახავს ჩვენ ამ ცნობილი მსახიობების რო აწენინეს და ნანობდნენ ამას პედაგოგობა გვიან დაიწყო თუმანიშვილმა შედარებით მან პრაქტიკაში გამოიმუშავა მსახიობებთან მუშაობის პროცესში ეს პედაგოგიური უნარები და როცა წავიდა რუსთაველის თეატრიდან მერე დაიწყო პედაგოგობა და აღმოჩნდა ამიტომაც წარმატებული პედაგოგი ამიტომ
რეჟისორის პროფესია და პედაგოგის პროფესიაც არის გამოცდილებაზე დაფუძნებული. დავამთავრე დღეს უნივერსიტეტი და დღეს ყველას რო უნდა რომ შევიდეს ლექციაზე და ჩაატაროს და ვიღაცას ჭკუა ასწავლოს, ჯერ შენ ისწავლე ლექციაზე რო არ გივლია მთელი 4 წელი და უცებ პედაგოგობა მოგინა. თეატროსნეობას რო აცდენდი. ხო, ეგრე სადარი, ეგრე კი არა მსახიობი მეტყველების კულტურის ლექციას რო გააცდენს და ოსტატობის ლექციას იმას მსახიობობა არ უნდა ნამდვილად, იმიტომ რომ თავგანწირულის პროფესიაა ეს პროფესია საერთოდ და აი თუმაიშვილი ესე თავდადებული, თავგანწირული იყო თავისი პროფესიისთვის. დიდი მადლობა ლაშა საუბრისთვის. მიხეილ თუმანიშვილს ვიხსენებდით თეატროსნე ლაშა ჩარტიშვილთან შეგახსენებთ რომ დღეს გამორჩეული ქართველი ხელოვანის დაბადებიდან 105 წელი შესრულდა.